გარკვეული დროის გატარება ჯერ უბრალოდ ჟანგბადით გამდიდრებულ გარემოში არის ძალიან სასარგებლო, თუმცა განსაკუთრებით ეს უკვე ესეთ მნიშვნელობას იძენს, როდესაც დიდი ხნით იმყოფებით თქვათ ასეთ კლიმატურ კურორტზე. კლიმატოთერაპიასთან რაც არის პირდაპირ კავშირში, ეს არის მზის აბაზანები, სამკურნალო სუნთქვითი ვარჯიშები და ასევე ტერენკური, ეგრეთ წოდებული სამკურნალო სეირნობა ბუნებაში. მომართვიანობა ინტერესი საზოგადოების მხრიდან ძალიან იზრდება, იმიტომ რომ როგორც თქვი, ჟანგბადით გაჯერებულ გარემოში ყოფნა უკვე ძალიან ესეთი ფუფუნება გახდა. დღესდღეობით ხშირად ვამბობთ ხოლმე ამას, რომ აი ამ გარემოს დაბინძურებამ, ურბანიზაციამ და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა განაპირობა ის, რომ ძალიან დაფასებული არის ასეთი ადგილები, სადაც სუფთა გარემოა, სუფთა კლიმატია და ადამიანებს აქვთ კლიმატური თერაპიის გავლის საშუალება, ასევე დასვენების საშუალება და საკუთარ ოჯახებთან ესე დროის გატარების არაჩვეულებრივი შესაძლებლობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა არის გლობალური დათბობის საკითხები, რამაც ძალიან შეცვალა ნალექიანობა და ტემპერატურული რეჟიმები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, თოვლიანი პერიოდები ძალიან შემცირდა ბევრ რაიონში და ჩვენნაირი კურორტები, როგორც დღესდღეობით არის განთიადი, რომელიც როგორც ვახსენეთ, ცემსა და ტბას შორის მდებარეობს. ეს არის ორი სოფელი, რომლებიც განთავსებულია 1200 მეტრზე ზღვის დონიდან და მისი ეს კონკრეტული მდებარეობა განაპირობებს აი ამ კლიმატურად კარგ თვისებებს, რაც ადამიანის ჯანმრთელობაზე კარგად აისახება. თოვლიანი ზამთარი შედარებით მცირდება, რასაც ვაკვირდებით, თუმცა წელს მაინც უხთოვლიანი ზამთარი იყო. შესაძლოა მცირე ტემპერატურულ ცვლილებასთან მქონდეს საქმე, მაგრამ ეს ჯერ ასე თვალით არ ჩანს ამ შემთხვევაში ჩვენთვის. თუმცა ჩვენ რასაც ვაკვირდებით, მაგალითად, აი გარკვეული ესეთი მწერების თვალსაზრისით თქვათ, აი ვიცით ხო, ციცინათელა რო არის გადაშენების პირას და ბოლო რამდენიმე წელია ძალიან შემცირდა ჩვენთანაც ციცინათელების რაოდენობა. როდესაც მიმდინარეობდა განახლების პროცესი, სასტუმროს 3 წლის წინ დავასრულეთ ჩვენ რემონტი, აბსოლუტურად მთელი შენობა იქნა იზოლირებული და დათბუნებული გარედან იმისათვის, რომ მაგალითად სითბური დანაკარგი არ ყოფილიყო. მთლიანად განათება გადავიდა LED სისტემაზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის დაზოგვის თვალსაზრისით. და ასევე რესაიკლინგის მიმართულებით ის ნივთები და ის ინვენტარი, რომელიც შესაძლებელი იყო, რომ გადაგვერჩინა და ხელმეორედ გამოგვეყენებინა, ის კვლავ ჩაშვებული არის ბიზნესში და კვლავ სარგებლობთ, ზოგი განახლებული და ზოგი ძველი სახით არის გამოყენებული. მომავალში ვგეგმავთ აუცილებლად განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლას, ჯერ ნაწილობრივ, შემდეგ კი მთლიანად ვსურს, რომ ჩვენი სასტუმრო გახდეს მწვანე სასტუმრო, ასე ვთქვათ, და განახლებად ენერგიაზე იყოს მთლიანად დამოკიდებული. ჯერჯერობით, რასაც ვაკეთებთ, ჩვენი რესურსებით არის და ჩვენი აი ამ აღდგენის პროექტის ფარგლებში არის გაკეთებული. თუმცა ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით როგორც სახელმწიფოს, ასევე არასამთავრობო სექტორის ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და პირველ რიგში დაწყებული განათლებიდან მოსახლეობის, ბიზნესმენების და ყველასი აბსოლუტურად ვის მონაწილეობს აი ამ პროცესებში, დასრულებული ფინანსური დახმარებით, თქვათ ნაწილობრივი ან მთლიანი მონაწილეობით, რადგან განახლებადი ენერგიის წყაროები არის სხვადასხვაგვარი, მზის ენერგია, ქარის ენერგია, წვიმის და ასევე ტყის ბიომასის გამოყენებაც არის შესაძლებელი. ამ პროექტებზე ჩვენ ვმუშაობთ და ვეძებთ ჩვენს აი იმ საშუალებებს, რომ შევძლოთ რაღაცნაირად მათი განხორციელება რეალობაში. პირველ რიგში მე ვიტყოდი, რომ სახელმწიფოს ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და რას გულისხმობ გეტყვით. სახელმწიფო უნდა კარგად იცოდეს, როგორც ბიზნესის საჭიროებები და ამის მიხედვით განავითაროს თუნდაც ინფრასტრუქტურა. ეს იქნებოდა ძალიან კარგი. ეს ინიციატივები, რაც იყო გაკეთებული public-private partnership-ის ეგრეთ წოდებული PPP-ის ფარგლებში, ანუ ალბათ არის წამოსაწევი და ძალიან ბევრი არის მაგ მიმართულებით სამუშაო და ასევე თვითონ პოტენციური ბიზნესმენების და მეწარმეების მხარდაჭერა და მათი განვითარება იქნება ძალიან კარგი.